მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, გაშლა. ორი პატარა ვარიანტი იქნება თქვენს მამაკაცზე. რა სიტუაცია აქვს ახლა, რა ხდება მის გარშემო და მერე მისი მოქმედება თქვენს მხარეზე. რას ფიქრობ საერთოდ, ხო? მოდით დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი პირველი ვარიანტი. გადმოხტა უკვე კაროლი მეფე და ვტოვოთ რახან უნდა. რა ხდება მის თავს? ამოვიდა დიდი მამაკაცი. თქვენ დაჯექით? მოკლედ პიროვნება ამოვიდა, ან პროფესიით ექიმია, მოკლედ მეტალზე მუშაობს, რაც ესე იგი მეტალიურევია. შეიძლება არც მუშაობს, მაგრამ ისი აქვს ბიზნესი და არის ძალიან წარჩინებული ადამიანი. მაგრამ ძალიან უყვარს მკვეთრი და ჩქარი გადაწყვეტილებები, ეს მის ხასიათია, ეს არის მისი გენეტიკა დაჯდა, მიხვდით? ამას ვერ შეცვლის. იმიტომ რომ შეიძლება დღეში რამოდენიმეჯერ სხვადასხვანაირად მოიმოქმედოს, მოიფიქროს, მიხვდით? გასაგებია, შეიძლება ჰაერის ნიშანია, შეიძლება ქალწულია და მაგრამ მაინც მერკური მართავს, მიხვდით? დედოფალი თასები, რა ხდება მის ირგვლივ და თუ თქვენ ხართ, ამოდიხართ პიროვნებებთან ერთად, თქვენთან ერთად ამოდის, შეიძლება საერთო ახლობლები გყავთ, არ გამოვრიცხავ, არის თანამშრომლობა, არის ურთიერთობის, ესე იგი, იცით რა არის, როგორი პიროვნებაა? მოდით ჯერ ესე ვიტყვი პირველი ვარიანტი, რა ხდება მის თავს, ხო? და ვის ირგვლივ არის? გამოვთიშოთ ახლა ჯერ თქვენი თავი, ჯერ ესე მეუნებიან, ესე უნდა ვისაუბრო. არის ხალხში, არის პიროვნებებთან, მაგრამ არის თანამშრომლური ურთიერთობა, აქ ფინანსებზეა ძირითადად დატვირთვა. რაღაცის გაყოფა, გადანაწილება, კრედიტები, თანხები, მიწიერება უფრო. და იცით რა არის? ისევ ცხრიანი თასები, ურთიერთობას რომ დაუბრუნდეთ, ხომ? ურთიერთობას, თქვენ ეხლა რო ესე ავხსნა, ხო? თქვენ და ეს თქვენი მამაკაცი, ხო? ზედაპირული ურთიერთობაა, მიხვდით ამ ეტაპზე? არ არის აქ არანაირი განვითარება, შეიძლება ერთად მუშაობთ, ამასაც არ გამოვრიცხავ, ან ერთი შეხება გაქვთ, ახლობლები ყავთ ერთი და უბრალოდ მოწონს თქვენთან ურთიერთობა, როგორც კარგი თანამშრომელი, როგორც კარგი, ესე იგი, კლიენტები რომ მოდიან თქვენთან და აი იმედიანად არის თქვენს მიმართ, იცით? აბა კიდე ვნახოთ თქვენი მამაკაცი. აი ხო ვთქვი არა, ცხრიანი თასებთან დაჯდა ისევ ორიანი თასები, ისევ თანამშრომლური ურთიერთობა. ხალხშია, მიხვდით, ხალხშია, გარე ხალხშია, საქმეზეა გადართული, საქმეზე. აბა კიდე ვნახოთ, სულ თასები ამოდის. იცით რა არის? ამას ავწევ ესე, რომ დაინახოთ, ხო? აი ესე. ავწევ. კიდე ამოვიდა მეორე პიროვნება, რომელიც იგივე თასების მამაკაცია, აქაც თქვენი ურთიერთობა
ესე იგი იცით რა არის სიყვარულს იმდენად ვერ ვხედავ მე აქ მაგრამ ამ მამაკაცს და თქვენც ხო შეიძლება წარსულში რაღაცა დანგრევა გქონდათ ურთიერთობაში პირად ცხოვრებაში და ეს ამ მამაკაცსაც ესე აქვს რაღაცა დეჟაუსავით განმეორდა მიხვდით ვიღაცა წარსულიდან ეს ქალი ამ კაცს თავს არ ანებებს ოჯახის წევრებთან აქვს ესე იგი ან დაშორდნენ ან პროცესია განშორების მაგრამ შვილების გამო აქვთ ურთიერთობა და იბრძვიან რომ გაიკვალონ შვილების გამო გზა და თქვენც იგივე სიტუაცია გაქვთ თითქმის ну ხო აი ორივე თქვენც და ეს მამაკაციც ბრწყინავთ, მაგრამ ცალ-ცალკე, მიხვდით? ცალ-ცალკე თქვენ საქმიანობაში, ეს მამაკაცი თავის საქმიანობაში. გასაგებია, აბა რა ნაბიჯს გადადგავს, ნახოთ. ну არის იცით გამოიკლევს გზას ურთიერთობის აწყობას ორივე ეცდებით კი ბევრ ვარიანტს ეს რეზონირდება თქვენ ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით იცი ძლიერი კი იქნება საზღვარგარეთის გზები დაფიქსირდა თანამშრომლობა ურთიერთობა თან თანამშრომლობა თან სასიყვარულო ურთიერთობა მიხვდით აი სუპიროვნებები ამოდიან ჩემო კარგებო და სუ თანხებზე ანუ ეს ცოტა არ იყოს თქვენი ილუზია იცით რომ მამაკაცი აქ რაც ამოვყარეს სუ ხალხშია თქვენც ასევე არის კიდე კარიერაზე საუბარი არის ფინანსებზე საუბარი არის ხუთიანითასები იმედის გაცრუება გქონდათ ორივეს და კიდე გინდათ რომ ეს გქონდეთ მიხვდით კარტი რას გეკითხებათ თქვენ შეგიძლიათ რომ კი ნამდვილად იმსახურებთ მეგობარი რო გყავდეთ ნამდვილად იმსახურებთ ორივეს ბავშვები ყავთ ორივე სიტუაცია ეს დაფიქსირდა ну რა თქმა უნდა ჩამოკიდებულია იყო და არის ჯერჯერობით ნაბიჯის გადადგმა აქ ვერ ვხედავ ჯერჯერობით მამაკაცი არ აპირებს ну თანხები, თანამშრომლობა, მარტო თანამშრომლობა. აქაც თასები. მიხვდით? ან წამალთანა აქ შეხება, ან შეიძლება დამოკიდებულიც არის რაღაცა პროცენტში, ვინც მიყურებთ თქვენი მამაკაცი, არც ამას არ გამოვრიცხავ. არა, ისევ და ისევ ან ბავშვების დახმარება ორივე მხრიდან იქნება და არის და ასე გაგრძელდება და ისევ და ისევ მხოლოდ თანამშრომლობა. გასაგებია. შეიძლება ერთადაც ცხოვრობთ, მაგრამ დატოვება მოგიწევთ რამოდენიმე პროცენტს. შეიძლება სხვადასხვა სახლებში გადახვიდეთ. არც ამას არ გამოვრიცხავ, ესე ამოდის პირველი ვარიანტი. ეხლა ამოვყაროთ თქვენი მამაკაცის აბა ნაბიჯები, აბა რას მოიმოქმედებს თქვენთან დაკავშირებით? ну აქ იცით რა არის მამაკაცია, მაგრამ სუსტი ენერგია აქვს, ქალის ენერგეტიკა დაჯდა, მიხვდით? ახალ ამბებს კი მოგივათ ახალი ამბები, ესე იგი წინწავა შეხვედრისთვის მზად უნდა რომ იყოს, მაგრამ აჩერებს რა, იცით? ჩხუბი, დავიდარაბა ალიაქოთი, უსიამოვნება, პრობლემები, მტრები და ვიტყვი რომ თქვენ შორისაც ბევრი მტერია, ხუთიანი ხმლები და აგერ კიდე შვიდიანი ხმლები არის განხეთქილება, აქ შეგნებულად არის ნეგატივი, მიხვდით? აბა ვნახოთ კიდე თქვენი მამაკაცი ან მამაკაცზე არ გამოვრიცხავ, ისევ თასები, კი, უნდა ნაბიჯის გადმოდგმა.
ისევ აი უყურეთ ხალხშია შეიძლება უყვარს დროსტარება, кейფი უყვარს, არც ამას არ გამოვრიცხავ, ხო? ან დამოკიდებული გახადეს ნეგატივის გამო, ან სასმელზე, ან მოსაწევზე და ასე შემდეგ. მიხვდით? შეიძლება ზოგ ვარიანტში თამაშობს კიდეც, არც ამას არ გამოვრიცხავ. კი, რამოდენიმე პროცენტთან იქნება შეხვედრა, იქნება, მაგრამ იცით რა არის? ორივეს გჭირდებათ დახმარება, რომ თქვენი, ანუ გაწმენდა ნეგატივის, რომ თქვენი ურთიერთობა წინ წავიდეს, რომ წინ გადაიდგას ნაბიჯები წინ. აქ იქნება კი გადმოდგამს რამოდენიმე ვარიანტში ნაბიჯს, მაგრამ უყურეთ შეიძლება ნაჩხუბრები ხართ და წარსული არ გაუხსენოთ. აქ ჩანს შეხვედრაც ნამდვილად არის კი გადაათამაშეთ თქვენ თავზე, მაგრამ ან ისევ უნდა იკამათოთ, ან წარსულის ღალატი და უსიამოვნება ამოგდით. კი, ეს იყო გოგოებო მამაკაცის მხრიდან. რომელიც არ ჩერდება, ნახეთ რას გვეუბნებიან, მაგიჩობს, ანუ ძალიან ესე იგი შეიძლება დაშორდით რამოდენიმე პროცენტი და ვერ აუტანია რომ ესე იგი მის გვერდზე არ ხართ დღეს მიხვდით ურთიერთობა არა გაქვთ გაწყვეტილი გაქვთ და მაგიის საშუალებით ესე იგი ყველაფერს აკეთებს რომ თქვენს გაგანადგუროთ მაგრამ არის ვარიანტები პროცენტულად რომ იქნება შეხვედრა მაგრამ აი კიდე ორიანი ხმლები აჰა გაუწონასწორებლობა, თვით დაჯერებულობა რო აკლია ადამიანს, კამათი, ორაზროვნობა, მიხვდით? აი ეს რომ არ გქონდეთ, თავი შეიკავეთ, დაიცავით თქვენივე თავი, მიხვდით? დაიცავით, რომ აი ამ ტოქსიკური ურთიერთობიდან, ვისაც გესაჭიროებათ, გამოდით, მიხვდით? ცხრიანი პენტაკლები აქ ისევ ფული ამოდის გენაცვალე, მაგრამ ურთიერთობაში რაღაცის გაყოფა არის, ეტყობა წარსულიდან თქვენზე, თქვენიდან უნდა დახმარება, თქვენს თანხებს ელოდება, ან ერთად ელოდებით, მიხვდით? აქ პიროვნებები ამოდიან ჩემო ლამაზო გოგოებო, მაგრამ იცით რა არის, ჯერჯერობით ვერ გაურკვევია, მე არ გამოვრიცხავ, რომ ნათესავებისგან მოხდა თქვენი აი გულის გახლეჩვა. ნათესავებისგან მოხდა გულის გახლეჩვა, რომელიც ახლა თქვენ წვალობთ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ისევ ძალა მოიკრიბოთ, მიხვდით? შეიძლება გაწმენდებს აკეთებთ, არ გამოვრიცხავ. კი, ეს იცით რა არის, ნამდვილად არის რიტუალები, რიტუალებით არის ეს უსიამოვნებაც და რიტუალები ისევ გამოგიყვანთ სიტუაციიდან. აი ესეთი სიტუაცია აქვს პირველ ვარიანტს, მიხვდით? არ იცის, ესე იგი თვითონ რა უნდა, მეგობრებო. არ იცის. და ბევრ პროცენტზე დაჯდა, არ გეწყინოთ ჩემო ლამაზო გოგოებო, მე უნდა ვთქვა, რომ თქვენც არ იცით რა გინდათ. მარტო დარჩენის გეშინიათ, მიხვდით? მამაკაცის მხრიდანაც და თქვენც, მაგრამ მამაკაცი ჯერჯერობით არ აპირებს სერიოზულ ურთიერთობას. მაგრამ რამოდენიმე პატარა პროცენტზე რეზონირდება, რომ მოვა მამაკაცი შერიგებისთვის შეხვედრა იქნება, ვისაც ახალი გაცნობილები ყავთ, იქაც იქნება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ ზედაპირული ფლირტი და არ დაიდგავს ეს კაცი მხრებზე, იმას რა ქვია, ბარგს, რომ ესე იგი ჯერ ძველი სიტუაცია არ დაუმთავრებია და არც თქვენ არ დაგიმთავრებიათ რამოდენიმე პროცენტს ბევრის წარსულის სიტუაცია. ჯერ ესე იგი უნდა მოაგვაროთ ეს საქმე თქვენს მამაკაცმაც და მერე დაიწყება, მერე ჩნდება ახალი ურთიერთობები. მადლობა პირველი ვარიანტი, გადავედით მეორე ვარიანტზე.
გზის გამოკვლევა უნდა. ოჯახში ან ხართ, ან მოდის, კი ნამდვილად, უყურეთ, როგორ დახმარების ხელს გიწვდით, კარგი პიროვნება, ტუზი პენტაკლი, შრომელი, ძალიან კარგი ადამიანია. ეხლა რა დაჯდება ვნახოთ. ესე იგი, იყო აქ რიტუალები, დაბლა ჩაკრებზეა ნამუშევარი, მიწიერება და პირველ, მეორე, მესამე ჩაკრაზე და ფინანსებზე მერე დაარტყეს. ესე იგი, აქ იყო შური, რომ ესეთი წარმატებული ურთიერთობა გქონდათ და თქვენ მამაკაც, ანუ რა სიტუაცია აქვს ეხლა, ხო? აი, უყურეთ, ნამდვილად ტაროლოგებთან დარბიან, ნამდვილად არ ყვევენ ვინ და როგორ. კი, აი ეს ქალბატონი არის, ერთი ქალბატონი, რომელიც ხო გააკეთა ნამდვილად რიტუალი და ეს შეშურდა, რომ ესეთი კარგი ურთიერთობა გქონდათ და ნახეთ კიდევ აუცილებლად ეშმაკიც ესეც ქურუმი ქალიც და აქ გაკეთებულია თქვენი მამაკაცი არის დაავადებული ჯადოთი. კი, ნამდვილად რომ თუნდაც თანამშრომლობა, თუნდაც ურთიერთობა ხალხშიც კი ძალიან სწრაფად გაიყვანეს ეს ადამიანი, ძალიან სწრაფად დასრულდა იმის მხრიდანაც და თქვენი მხრიდანაც ბევრ ვარიანტს. აი ეს შეშურდათ, რომ ესეთი კარგი ურთიერთობა გქონდათ, მიხვდით? აბა კიდე რა ხდება თქვენი მამაკაცის თავს, რა ხდება, რა სიტუაციაშია? ნუ ფიქრობს ემოციურად, რომ ესე იგი წინ წაიყვანოს თავისი ცხოვრება, ჩიტი კიდე ახალი ამბები, ფიქრობს რომ გამოვიდეს კონტაქტზე, რომ ესე იგი განაგრძოს ურთიერთობის აწყობა, განახლება, თვითონ კი უნდა, მაგრამ ნახეთ როიანი ხმლებშია ჩასმული, ტვინი დაბურული, თვალები აკრული, კი ნამდვილად, ესე იგი გაიმეტეს, რომ მზე, ბედის ბორბალი, ფინანსები, კარიერა, ურთიერთობა, გოგოებო რა არის, რაები ამოდის დღეს და ჩათვალეს, რომ ესო სამართლიანად მოვიქეცითო, მიხვდით? ან კიდე მომისმინეთ კიდე რა ამოდის აქ, თქვენც რომელიღაცამ გააკეთეთ მამაკაცის მიბმა, სხვა ქალებთან დადიოდა და არ გამოგივიდათ, არ გაკეთდა სწორად, მიხვდით? ჩემთან არა, სხვებთან არ გაკეთდა სწორად მსვლელობა, ან არ იყო დასრულებული ბოლომდე ისე, როგორც საჭირო იყო და არ გამოიღო, თქვენ კი ჩათვალეთ, რომ ეს ეკუთვნოდა თქვენგან რო წავიდა და ასე შემდეგ, მაგრამ არა, მერე თქვენ მოგიბრუნდათ, აი ეს ხმალივე ბევრ ვარიანტს მოგიბრუნდათ უკან, გადაათამაშეთ თქვენს თავზე. კი, ისევ ეს შორიდან, ესე იგი ინტერნეტიდან შორს წავიდა, აი გეუბნებით რა, აქ მაგიაა ჩარეული, გულის თქვენთანაც ამოდის გულის გატეხვა, იმასთანაც ამოდის გულის გახლეჩვა, ისევ თასები, მიხვდით, თასები გააფრინა ამ კაცმა, მგონი ძალიან ცუდად არის, ან ფსიქოპატიურად ტოქსიკური გახადეს, მიხვდით? ხუთიანი კვერთხები, არა და აპირებს, უნდა რომ გამოვიდეს ინფორმაციები, რომ მოგაწოდოთ, შეიძლება გაქვთ კიდეც მიწერ-მოწერა, ან უცებ გამოჩნდება, მერე გაქრება, მიხვდით? არ გამოვრიცხავ. რა ხდება მის თავს და შეიძლება საერთო შვილები გყავთ, ან იმასაც ყავს და თქვენც, მიხვდით? ეხლა შვილებზე ამოვიდა სიტუაცია, შვილებზე რომ გვერდში უდგას, ნამდვილად უდგას,
ეხმარება თავის შვილებს, ძალიან დიდი სიმდიდრე აქვს გენაცვალე, დაგროვილი და კი, მაგრამ ამაზე დაარტყეს, მიხვდით, დაარტყეს და დასვეს ნახევრად ნულზე. შვილებით მანიპულირებენ, გოგო, ბიჭი, ტყუპებიც ამოვიდა აქ, ნამდვილად ესე იგი, უყურეთ, ესე იგი, ჯოჯოხეთის ცეცხლში გაიმეტეს გენაცვალე და არის კიდე რომ თქვენც გქონდათ ესეთი საშინელი ურთიერთობა, მოხდა რომ ესე იგი ძალიან ძლიერად გაჩხუბეს, მიხვდით, თითქმის დამთავრდა ურთიერთობა, მაგრამ ზოგ ვარიანტში, ვინც ჩემთან წმენდებს აკეთებთ, აი მოდის, აეხილება თვალები, აეხილება, გამოდის ამ ცეცხლიდან, კი, აი ნამდვილად და განულდეს სიტუაცია, ჩანს ახალი ნაბიჯები, ჩანს ახალი ენერგეტიკა, ანუ შეიძლება ახალი პიროვნებაც, განახლებული პიროვნება მოვიდეს, არ გამოვრიცხავი, რა კარგია, მაგრამ არიჩხუბოთ, გოგოებო, ბიჭებო, აქ სანათესაო, ცისხლით ნათესავები დაგიჯდნენ, აქ კი და იმათგან იცავთ თავებს და ძალიანაც კარგს შვრებით გენაცვალე, ახალი ლაკომედია უნდა მეთქვა. ორიანი ხმლები და ტუზი ხმლები, იცით რა არის მისი მხრიდან? ბრძოლობს სისხლის ნათესავებთან ბრძოლობს და აი ეშმაკი ისევ დაუჯდა მეგობრებო, საშინელ დღეშია ეს რეებია, მოდის დღეს რა გჭირთ ხალხნო. მაგრამ ეს ცუდი არაა, გაითვალისწინებთ და ნახავთ რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს. აბა მეორე ვარიანტი. რა ნაბიჯები იქნება მისგან, აბა რა ნაბიჯები იქნება? ის დამხმარე პიროვნება მოდის, იქნება ნახეთ, მოდის, გადმოვა, აი გამოხოხავს ზოგ ვარიანტში გოგოებო, ვინც წმენდებს იკეთებთ, ესე იგი გამოვა დახმარებით, შეიძლება სამყაროს დახმარებით, წმენდების დახმარებით, რიტუალების დახმარებით, გამოვა სიტუაციიდან, ძალიან უჭირს, მაგრამ ცდილობს რომ მოვიდეს თქვენ ამ ორიან ხმლებში ჩასვეს, გაურკვევლობა, იცით რა არის, ორაზროვნობა აქვს, ვერ გაურკვევია რა გააკეთოს ხუთიან თასებთან ერთად, ან სასმელს მიყო ხელი, ან წამლებს სვავს, არ არის კარგად, უნდა მოსვლა შერიგება, კი, უნდა, სიმშვიდე უნდა, მაგრამ არაცდიან, იმიტომ რომ მაგიჩობენ. ნახეთ, უყურეთ რა კარტები დაჯდა, გოგოებო, თქვენ წინ ვიღებ, უნდა კი ნამდვილად, მაგრამ იმ გზებზე არ დადის, სადაც მანიპულატორობენ და ტყუილ გზებზე ატარებენ, მიხვდით, რომ თქვენთან არ მოვიდეს და არ განახლდეს ურთიერთობა, თორე თვითონ უნდა მისი ნაბიჯები ეს არის, მიხვდით, მეორე ვარიანტი, ბრძოლობს, ნამდვილად ბრძოლობს, კი. მაგრამ უყურეთ, ფიქრობს დავამთავრო თუ გადავდგა ნაბიჯიო, მიხვდით, ეს სიტუაცია აქვს. რას იზავ ბოლოს? აი, განადგურებულია, ჩამოკიდებული აქვს სიტუაცია. უყვარხართ, იცით, უყვარხართ. მაგრამ ვერ მოდის, ბევრ პროცენტზე თქვენამდე ვერ მოდის. ნამდვილად ესე იგი გაკეთებულია ისევ ვირხოვნაია ჟრიცა ქურუმი ქალი კარგად წაიკითხეს, ან ვინც ესე იგი იკეთებთ კიდე თქვენ გოგოებო მამაკაცი გაწმინდეთ, მაგაზეც მიგანიშნებთ, მიხვდით, გაწმინდეთ, იმიტომ რომ ჭკვიანები ხართ თქვენ და მერე არის ვარიანტი რომ გამოცოცხლდეს ეს ადამიანი. თუ ესე იგი აი ეს როგორც გვეუბნება, უყურეთ, რომ დაამთავრეთო ბევრ ვარიანტზე, ზოგ ვარიანტზე, თუ აქ
სტრესია სიყვარულთან დაკავშირებით, თუ გამოსაწევი არაა და ძალიან დიდი ნეგატივია, ხო, აქ უკვე პირადი კონსულტირებაა საჭირო დიაგნოსტიკა, არის პროცენტები, რომ გამოვა სიტუაციაზე, მამაკაცის წმენდის რიტუალს უყურეთ ჩემთან. ნუ ნახეთ რა დღეშია, უღალატეს, ისევ თავისიანებმა უღალატეს, თავისიანებმა. აბა უნდა ურთიერთობა, უნდა შეხვედრა და იქნება რამოდენიმე პროცენტზე, კი იქნება, აგერ მეფე კვერთხები, ძალიან კარგი მამაკაცი ამოდის, თქვენთან ერთად, ესე იგი კვერთხთან წყვილებში დაჯექით გოგოებო, გილოცავთ შერიგება ამოდის, მერე ამოდის ქალბატონი, რომელიც თამაშობს ემოციებზე, მამაკაცის ემოციებზე თამაშობს, შვილებით მანიპულირებს, გენაცვალე. და ანგრევს ყველაფერს, რაც ესე იგი უკვე უნდა მოსულიყო თქვენამდე. კი, აი ნამდვილად მასია, ისევ სუთასები რა, ძირითადად თასები და ხმლები თამაშობენ დღეს. ისევ 7-იანი ხმლები. ხალხნო, რა ხდება ეს, რა სულიერი დარტყმები გაქვთ. ან ერთმანეთს ურტყავთ რიტუალებით, არც ამას არ გამოვრიცხავ. ჩემი რიტუალებით არა ოღონდ, აქ სხვა რიტუალებს ვხედავ მე. ცოტა აქეთ, მარა წლების არა, მარა ერთი მაქსიმუმ 1 წელი 1 თვიდან არის გაკეთებული, კი. სურვილის ასრულება იქნება, გენაცვალე, იქნება მოვა ბევრ პროცენტში, მოდის, უყურეთ, ეს მაინც გამეხარდა. კი, აი მოდის თქვენთან დედოფალი პენტაკლები, ხართ გაწონასწორებული, ლამაზი და ძალიან კარგი ადამიანი ხართ, თასები იგივე, მაგრამ გეშინიათ, რომ ესე იგი კიდე ეს ამ ქალს არ ძინავს, ამ ახალგაზრდა გოგოს არ ძინავს, ყველანაირად იბრძვის, რომ იმპერატრიცა გონია თავისთავი, ძალიან ძლიერი გონია თავისთავი, მიხვდით, იბრძვის, რომ რიტუალებს აკეთებს, რომ თქვენი ბედის ბორბალი სხვა უკან დატრიალდეს, მიხვდით? არა და ფორტუნა თქვენ მხარეზეა, ჩემო კარგებო, იქნება შერიგებაც. ეხლა უცებ ამოვყრი, მის გულს არ ვაპირებდი, მაგრამ ძალიან არ მომეწონა მე რაღაც ეს სიტუაციები აქ. თქვენც ხო ნახეთ, რეები ხდება. აბა ვნახოთ. არ ვიცი, ხა მის გულში უცებ როგორ უნდა შეტრიალდეს, ესეთი ძალიან დაძაბული კარტები ამოვიდა, ნახეთ როგორ მკვეთრად ისაუბრა, ილაპარაკა. შეიძლება ბევრმა ვარიანტმა ქალბატონებმა გააკეთეს ესე იგი მიბმა, რომ ესე იგი რო წახვედი ჩემგან, მაშინ არც სხვაგან არ იქნები და მომიცუცქდები, მაგრამ თქვენ იცით როგორ ეს ხო ის არის, რა ქვია, პრივაროტი და შეიძლება ბუმერანგი სხვა არის და ატკატი, ანუ აცდა და თქვენსკენ წამოვიდა, მიხვდით? არ არის კარგი შესრულებული სამუშო. პირველი ვარიანტი, თქვენი მამაკაცის გულში რა ხდება, თქვენზე უცებ ამოვყრი. მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩემო კარგებო. მე მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის ვარ, ჩემი რიტუალებით და ჩემი გაშლებით, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის. მოიწონეთ ვიდეო, რომ სხვამაც ნახოს და სხვასაც გაუკეთეთ სიკეთეში ჩაგეთვლებათ, ჩემო კარგებო. თქვენი გული, მისი გული, მოკლედ თქვენზე, აი უყურეთ ახლა.
პირველი ვარიანტი, საშინელი კატასტროფა სიტუაციაა. უყურეთ აქ რა ხდება ახლა. თვითონ ამოვიდა, ხო, ხუთიანი მონეტები, ეშმაკთან манипуლირება, ხალხი თასებთან, აქ გაკეთებულია, აქ რიტუალია, რომელ გულზეა ლაპარაკი, ქალისგან არის, ახალგაზრდა გოგო ქალისგან გაკეთებული ეს, დამკვეთიეგაა, შემსრულებელზე არ ვიძახი. ისევ ცხრიანი თასები 7-იან თასებთან ერთად, 10-იან თასებთან ერთად, პირდაპირ ურთიერთობის დანგრევაზეა გაკეთებული, თავშივე რო ეშმაკი დაჯდა და დაიხურა რითი, 8-იანი ხმლებით. აი რაზე უნდა გელაპარაკოთ, საშინელ დღეშია. აბა მეორე ვარიანტის მამაკაცის გულში რა ხდება. ადამიანი, ესე იგი, მართლა ან გაგიჟდება, ან კიდე სერიოზული ცუდი მდგომარეობა აქვს. სერიოზული მიბმა, წეღა რო ვილაპარაკე, რომ აქ არის შავი პრივაროტი გაკეთებული, არც იქ არ გამოვიდა, ეს კაცი მოვიდა შეიძლება და მერე გაქრა ისევ, იმიტომ რომ არ იმოქმედა ისე როგორც საჭიროა და თქვენც ცოდვად დაიდეთ, გამგები გაიგებს. მეორე ვარიანტი, აბა თქვენი მამაკაცის გულში ვნახოთ, ჩემო კარგებო. ნუ 6-იანი თასები, ოჯახი, ჩახუტება, ნუ მაგის კარტი დაჯდა, ესე იგი ეშმაკი, იმპერატორი დაჯდა, მაგრამ როგორი პიროვნებაა იცით, ბრძანებლობა უყვარს, ცოტა ეს ეჭვიანია, ძლიერი ადამიანია, ძლიერი, აქ იკეთებთ გამოლოცვების ჩანს შეხება, ურთიერთობა ჩანს ნამდვილად. მერე კიდე ამოდის მეფეები ამოდიან, სულ მამაკაცები დაჯდა, ღმერთო ჩემო. აქ მეორე ვარიანტზე პირდაპირ გეუბნებიან, რომ გოგოებო, ან ზუსტად კონკრეტულად უნდა დაიწყოთ მამაკაცის გულში რა ხდება, ხო? ესე იგი განადგურებულია იმპერატორი იგივე ეშმაკის და ტოქსიკური სიტუაცია შეიყვანეს, შეითრიეს, თქვენ გქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, გაიყვანეს მაგიის დახმარებით, მიხვდით და ეხლა აქ ტაროზეც აშლევინებენ, ან თქვენც აშლევინებთ, მაგრამ გეუბნებით, რომ აუცილებლად, ესე იგი, გააკეთეთ, აი ტუს პენტაკლი დაჯდა ბოლოს, გაიუყრეთ, ნახეთ, ხედავთ. გააკეთეთ, ამას დავაფარებ, რომ ესე იგი გამოსწორდეს ურთიერთობა მეორე ვარიანტზე. დარჩით ჩემთან, ავიღო ეს რეალობა, ეს ტარო იმიტომ ავიღე, რომ რეალობა ბოლოს და ბოლოს რო იცოდეთ რა ხდება მეგობრებო, რო სწორ გზაზე დადგეთ, გამოისწოროთ სიტუაციები, შეგიძლიათ და თხოვნა მექნება ტელეფონის ნომერზე არ ჩამირიცხოთ, მე სანთლებს ვერ ვიყიდი რიტუალებისთვის და ვერ გაგანებივრებთ ნომრიდან. ნომერზე მომწერეთ WhatsApp-ზე და მე ჩაგიგდებთ ჩემს რეკვიზიტებს და იმაზე დარიცხეთ, რა თანხაც იქნება დასარიცხი, ჩემო კარგებო. თქვენთან იყო ნინია, გამოიწერეთ სტუმრებო არხი არინანებთ, რომელსაც ძალიან უყვარხართ, ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ და გისურვებთ წარმატებებს, მალე დაგიბრუნდებით.